ერთად კურიერი ჟურნალისტები და დღის სტუმრები მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. ავღანეთში დაღუპული ქართული ჯარისკაცის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს. მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტის ლავროსი ივანიაძის დაღუპვის გამო, რომელიც პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ლავროსი ივანიაძის ოჯახს და თანაგზობას მის თანამებრძოლებს, ახლობლებს და ნათესავებს, ნათქვამია სამძიმრის წერილში. უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე 33 ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია. ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. 2007-8 წლებში სამშვიდობო მისიით იგი ერაყშიც იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს უმცროსი სერჟანტის ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ივანიაძე სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი უკვე ჩამოსვენებულია საქართველოში. მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო და მისი ოჯახი მიიღებს სოციალურ პაკეტს, რომელიც განკუთვნილია ასეთი სამწუხარო შემთხვევებისთვის. მსხვერპლი მოყვა კიდევ ერთ აფეთქებას ავღანეთში, რომელიც ყანდაარის პროვინციაში მოხდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ნატოს 9 ჯარისკაცი. ცნობილია, რომ 7 მათგანი ამერიკელია. დანარჩენების ვინაობას აისაფის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს. ნაღმი შორაპაკის მინდორში იმ დროს ამოქმედა, როცა ნატოს სამხედროები პატრულირებდნენ. ყანდაარში ამერიკელები და კანადელები მსახურობენ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული თბილისში კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში უცნობი მამაკაცი 78 წლის ქალბატონს დაესხა თავს. თავდასხმა შუადღისას მოხდა. ლამარა ჯაფარიძე ნაწამებიდან დასახიჩრებულია. იგი პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული ქუჩაზე დამონტაჟებულმა კამერებმა გადაიღეს. რა ახალი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი? დავით ქაშიაშვილი არკოს მომხდარის მიზეზებს. როგორც ირკვევა, თავდამსხმელმა სადარბაზოს კარი დახურა, რადგან ქალს გაქცევის საშუალება არ ქონოდა. 78 წლის ლამარა ჯაფარიძე მან ჯერ სასტიკად სცემა, მოგვიანებით კი აწამა. ასევე მედიცინის მუშაკებისგან, რომლებიც ამ ქალბატონს კურნალობენ, ირკვევა, რომ ქალს ხელის მტევანთან და თითებთან ერთად მოჭრილი აქვს ყურიც. ასევე ბაურადმოქმედმა დანაშაულის იარაღით ქალს ყელი გამოჭრა და შუბლთან კანი და თმა მოაჭრა. ასევე ქალს ცემის შედეგად ჩამწრეული აქვს ნეკნებიც. ამ შემზარავ ისტორიას არ ყავს თვითმხილველი, თუმცა კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქალს თავს მანიაკი დაესხა. ამ გარემოებას ისინი იმით ხსნიან, რომ 78 წლის ლამარა ჯაფარიძე არ არის გაძარცული, შემთხვევის ადგილიდან არაფერი არაა წაღებული. უბრალოდ თავდამსხმელმა მას შემდეგ, რაც ქალი სასტიკად სცემა და აწამა, შემთხვევის ადგილი დატოვა. მას ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები. წინასწარი მოკვლევა კოსტავას ქუჩაზე უკვე დასრულდა. ცნობილია, რომ ჭრილობები ქალს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. აქვს მიყენებული განით რამოდენიმე ჭრილობა თავის არეში, ზურგის არეში, ხელებზე მტევანი მოგლეჯილი იყო, თითები მოგლეჯილი ავადმყოფს, მოკლედ დასახიჩრებული იყო ძალიან. ამჟამად არის ტრამვულის შოკით მძიმე მდგომარეობაში. ეხლა ოპერაცია უკეთდება თუ ნაკერები დამუშავდა პირველადად, მომავალში შეიძლება დაჭირდეს ოპერაცია თავზე, იმიტომ რომ თავის ტრამვა არის მძიმე. ავადმყოფი იყო ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ კონტაქტში არადეკვატურად შემოდიოდა და მოათავსეს სასწრაფოდ რეანიმაციის განყოფილებაში. ყველა იმაშია დადისოს, სხვადასხვა უბნებში დადისო ვიღაცა, ესე და მე არ ვიცი, აქ ვინ იყო და ვინ დაინახა, ეს არავის არ დაუნახია. არ შეიძლება რომ იმას ნაწყენი არ ყავს არავინ და ვის რა უნდოდა. გაძარცვის მიზნით არა ქონება მაგას არ ეკ ფული მაგას არ ეკნებოდა და სამკაულები მაგას არ ააღდა. ასაკში კიდე ასაკში ხო გეუბნები, სადღაც 75 წელს გადაცილებულია ხალი. მანიაკი კი ამბობენ, ახლა ისტორიით მარინა მითხრა, რომ მილიციონერს უთქია, რომ ყველა რაიონში არის ეს ვიღაცა დადის და აი ესეთ რამეს აკეთებს. ამ კაცმა ისე გაუკეთა, რომ ისე დაამახილა, კარები მიხურა და ისე კლავდა ამ ქალს. ამ კაცმა ვინ იყო, რა ვიცი ვინ იყო. აქ ვიდეო კია გაკეთებული, მაგრამ ვიდეო აქამდეა და ის იქიდან შემოვიდა.
ცნობილია, რომ პოლიცია ეძებს 40 წლის მამაკაცს, ასევე ჩვენი ინფორმაციით კოსტავოს ქუჩის სათვალთვალო კამერებმა თავდამსხმელი დააფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ვიდეო ჩანაწერს საქმის გახსნამდე არ ავრცელებს. ეს დავით ქაშიაშვილი იყო. თბილისში შეიარაღებული გადატრიალება მზადდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი მასალა გაავრცელა. რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ბადრი ბიწაძე და მისი თანამძრახველები აქციებთან დაკავშირებულ გეგმებს ათანხმებდნენ. უწყებამ გაავრცელა სახალხო კრების ოფისში გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც შეფიცულთა რაზმების ლიდერებთან ერთად კრების წევრები საჭირო შეიარაღებაზე საუბრობენ. ფარულ ჩანაწერში ბადრი ბიწაძის მეგობრებს შორის გადამდგარი გენერალი გიორგი უჩავაცაა. ამ ოპერატიულ მასალაში რესტორან ზღაპარში ბადრი ბიწაძის და მისი თანამოაზრეების შეხვედრაა ასახული. მათ შორის ირაკლი ბათიაშვილიცაა. შეხვედრაზე საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი ადამიანი უნდა ყოფილიყო აქციებზე და როგორ უნდა განვითარებულიყო იქ მოვლენები. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თბილისში შეიარაღებული გადატრიალება მზადდებოდა. ის ჯარისკაცები ავტომატურად გაიწევიან. როგორც იდალას დაინახავენ მიმართულებზე, როგორც ბატონია აგარიშებული, ყველა თავის მიმართულება აქვს ყველას. რომ დაინახავენ, რომ სწორით შევავ და გავაყვებ, ის პეზდანიშვილების რაზმი არის თავარი. მაგათ პეზდანიშვილების რაზმის მიმართულება ვიცი ჩვენ, რომელი ატიკი და რომელი ავტობუსი გამოდის, ეგეც ვიცი ჩვენ. ჩვენი ძალა არის ჩვენ ყავს. აი ამას ამთავარი. ყავს ორგანიზებული არის შეფიცულები, ხო? ამას შეიძლება კიდევ გარკვეული სხვა ორგანიზებული ჯგუფები დაემატოს. თქვენ ზურგს იმაგრებს ის, რომ თქვენ ზურგს უკან არის კიდევ ხალხის უსწრაფობა მასა. ესე იგი, მე ვიტყვი, რომ ელემენტარულად ეს არის უზარმაზარები რაც ხალხის მასა თუ არის, ესე რომ ხალხის მასას თუ თავში მიდას ეს ორგანიზებული ავანგარდი მასა იქცევა საშინელ ძალად. სიხარულზე რომელიც ბათუმში უხელვადელებს აი ამ სიტუაციას ტაქტიკა. ეს კი მაგრამ გასული ვინი თბილისი იქნება, შეიძლება იქ უფრო გავწა იქ შეიძლება კიდევ არის ეს კაცი. აბსოლუტურად კაცი არის. ამიტომ ჩვენ ყველა ვიქნება მიწებული ეს არ მოგეწევს მაგას ახორზე. თუ წინამდე ეს რა გაკეთე. ჩვენ უნდა ვიწოდეთ რეალური ვინარი ეს ბერძნული ხალხი. თუ ეს 500 კაცი არის 500 კაცი კაცი უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება ერთად საკითხი გაკეთება. ჩვენ გვაქვს სადაც ელარია, მაგასო, რომ აგროვო აბა ეს 500 კაცი. ეს 500 ნორმალი ვიცი, რომელსაც მარდა იცის არის. აი, საერთოდ საერთოდ ამოვიდა, მაგეთი. ეს სხვას არ მოხს. ამის შესაძლებელი გვაქვს. საერთოდ ეს არა, აი, ათას კაცი რომელიც ჩვენ წარმოვიდგინეთ მაშინ და რეალობენ რომელიც თბილისმა 1970-ში, ხო? ისე კიდე გაზარდა სამართლა რაოდენობა. მაგრამ მე იმათ წავდი. ეს კაიდი დისციპლინა ეს მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთან არა ჩვენ 3-4 ჩვენ მაშინ დავყოლეთ ესე იგი 3007 გამოძახების ჩატი. ამიტომ ვიცი, 3000 ორგანიზებული გამოცდილი ხალხი ორგანიზებული რომელსაც გამაგრებული ზურგი ხალხის მასით გამორიცხული ამის კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში, რომელშიც მოქმედება სახალხო კრების ოფისში ხდება, კარგად ჩანს, როგორ გეგმავს გადამდგარი გენერალი გია უჩავა სახალხო კრების წარმომადგენლებთან ერთად აქციების შეიარაღებას. კარგად დაზეკანაც. გამოყო კაი მაგარ ბიჭებს. ერთი პოსკაცია, მეორე პოსკაცია, ისადომე. ორკაც გაუშვებს ასე. სულმე დაეჯახება გავდეთ და მომხდარა. ადგილზე და ეს გასაპოლიცირებელია ბატონია რომ აგიმისება შეერაგებული ძალები. ეს უარესი. უხარეს როგორ არის?
ჯარი გადავიდა ხალხი ხარის ყველა ქვეყანაში. კრების ოფისში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში გადამდგარი გენერალი უჩავა გეგმის დეტალებზეც საუბრობს. თათბირზე გამართულ შეხვედრაზე დაწვრილებით განიხილავენ, თუ რამდენი ადამიანი უნდა ყოფილიყო აქციაზე და რა შეიარაღება უნდა ჰქონოდათ. დღესვე გავრცელდა შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის გადამდგარი გენერალის გიორგი უჩავას აღიარებითი ჩვენებაც, სადაც ის დეტალურად ყვება შემუშავებული გეგმის შესახებ. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ შეფიცულთა რაზმის შეიარაღება დროშის ტარებთან და ფარებთან ერთად მოლოტოვის კოქტეილიც იყო. მაისის თვეში მივიღეთ მონაცემები რაიონული ორგანიზაციები და შეფიცულის რაოდენობისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენდა 3592 კაცს. ფაქტიურად ჩამოყალიბდა ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია, რომლის შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის ტარები. დროშის ტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. უკვე შემდგომ პერიოდში ჟღერდება ბადრი ბიწაზიგან, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებული იყო რაგატკები, რომლის სასვლად გამოყენებული იყო რკინის ბურთულები. და რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და აგრეთვე ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი დაღუპულიყო კიდევაც. და უკვე აქციის წინა დღეებში ჟღერდება მოლოტოვის კოქტეილის შექმნაზე. აქტიურად უკვე მაგ დროსვე წამოიჭრა საკითხი, რომ საჭირო შემთხვევაში გამოხდარიყო შეჭრა ტელევიზიაში და საკრებულოს ტერიტორიაზე. და ეს სადაც აქ იქნებოდა გამოყენებული მოლოტოვის კოქტეილები, მანქანებისა და ტექნიკის დასაწყობად სამართალდამცავი ორგანოები როცა მოვიდოდნენ ამ დანაშაულის აღსაკვეთად. უკვე აქციის მიმდინარეობის დროს იკვეთება, რომ იქ მოქმედებს სხვადასხვა ჯგუფები, რომელსაც აქვთ მაგალითად ახალგაზრდა ჯგუფს დავალება, რომ გაეძარცვათ მაღაზიები და დაეწყოთ მანქანები. აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება, შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე და ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს. ფაქტიურად უკვე 21 ღამიდან ყველაფერს ხელმძღვანელობს, უკვე თავის ხელში იღებს ბადრი ბიწაზის ხელმძღვანელობას აქციის ტერიტორიაზე. გია უჩავამ შეიარაღებულ ძალებში სამსახური 1976 წლიდან დაიწყო. ის ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლად ითვლებოდა და 1991 წლის დეკემბრამდე პარლამენტის შენობის ბუნკერიდან ერთ-ერთ შტაბს ხელმძღვანელობდა. სწორედ თბილისის ომის დროს უჩავა მოულოდნელად გადავიდა გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში და ამბოხებულ თენგის კიტოვანს შეუერთდა. მხედრიანში ყოფნის დროს ის თბილისის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირებენ ზუგდიდის კომბინატის სასტუმროს დაცვას. ამაში მას ბრელს მაშინდელი ზუგდიდის კომენდანტი სდებდა. 2004 წელს უჩავამ საქართველოს შეიარაღებული ძალები გენერალ-მაიორის ჩინით დატოვა. ამ ხნის განმავლობაში მას მიღებული აქვს 2 ორდენი და 7 медали. ბოლო პერიოდში გადამდგარი გენერალი ბადრი ბიწაძის თანამოაზრე გახდა. გია უჩავა შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური ხელმძღვანელი იყო. ოპერატიული მასალების შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა. გამოძიება გრძელდება და დღეს წარმოგიდგენთ მისებულების კიდევ ერთ მცირე ნაწილს, რომელიც ადასტურებს ამგვარი განზრახვის არსებობას. ფარულ ჩანაწერს გამოძიება სწავლობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. და ცოტა ხნის წინ დასრულდა ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი, მან 25 მაისის აქციის დეტალებზე ისაუბრა, ფარული ჩანაწერების შინაარსზე საუბარი სახალხო კრების ლიდერს არ სურს. ნინო ბურჯანაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს აქციის ორგანიზატორების გეგმას, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი. ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლება და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნას უყენებს.
მე არ ვიცი, ხა არც მიყურებია სიმართლე გითხრათ დეტალურად და არც ვაპირებ ყურებას. იმიტომ ეს არის უმეტესობა ფალსიფიცირებული კონტექსტიდან ამოგდებული და რაც მთავარია, ეს არის ყველაფერი უკანონო ჩემო კარგო. გადაშალეთ თქვენ ჟურნალისტი. მე ვაღიარებ იმ უფლებას, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ეს კითხვები მე მიცვათ ეს ინტერესი ფერული, მაგრამ თანამ არ იქნება ოფიციალურად ნაჩვენები სანქცია რის საფუძველზე აღიძრა საქმე და რის საფუძველზე ისმენს ხელისუფლება თავისუფალი მოქალაქეების საუბარს, მე ვთხოვ საზოგადოებას უბრალოდ არ მოусმინონ არც ერთ ჩანაწერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ მასალას და აღიარებით ჩვენებას პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ეს ყველაფერი ახალი არ არის ის ჩვენში დარჩეს. ეს ყველაფერი ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ 2 წლის წინათ. თუმცა მისი პარტიის წევრები ყიდულობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, ავტომატურ იარაღს და საზოგადოებას მაშინ პროტესტი სერიოზული არ გაუჩნდა. და ამბობდნენ კიდევაც რომ ისიც იმასაც კი ამბობდა ზოგიერთი რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი და ასე შემდეგ. ამის მერე ეს კაბატონი წავიდა რუსეთში, არაერთ გზის წავიდა იქაურ ასე ვთქვათ მიტინგებს დაესწრო, იქაურ აღლუმებს დაესწრო და აქ მერე ჩვენი ეროვნული აღლუმის ჩასვლა მოინდომა და ბუნებრივია რომ ეს არ არის მთავარი მისი დანაშაული, მისი მთავარი დანაშაული არის ის რომ გეგმავდა სისხლიან გადატრიალებას ამ ქვეყანაში და რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებით. თუ კი ვინმე სისხლს აპირებდა, თუ ასე შეკითხვას დამისვათ, რა თქმა უნდა მე გაგცემ პასუხს, რომ ასეთმა ადამიანმა ყველა უნდა აგოს პასუხი კანონის სცენაში. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ვერსიები, რომელიც განიხილებოდა, მისი განხორციელების შემთხვევაში ნამდვილად ძალიან მძიმე სურათ შექმნიდა ქვეყანაში და აშკარად შექმნიდა საფუძველს სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებისა, რომლის თავიდან აცილებაც არათუ დაგეგმვა უნდა წარმოადგენდეს ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას. დაართულია გაუკეთო პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკური კომენტარი, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა აღიკვეთოს და კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა აგოს ამაზე პასუხი. ქართული საზოგადოება ვერ გაიგებს, თუ ამას ყველაფერს არ მოხვება სამართლებრივი რეაგირება. მაშინ ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არ არის გამყარებული. მე მაქვს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, ამიტომ დარწმუნებული ვარ და ეს იქნება ჩემი პოზიცია, რომ ყველა ეს რაც გამოქვეყნდა, ყველა ეს მასალა ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ამ ადამიანების საქმიანობას ამ დღეების განმავლობაში და უფრო ადრეც როცა კავშირი პოლიტიკასთან არ ქონდეს წმინდა წყლის ექსტრემისტები, ადამიანები იცინებდნენ საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ტიპიური რუსეთის პოლიტიკური ელიტის მენტალობა, როდესაც მათთვის არ არის ღირებული ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის ჯანმრთელობა და მათი ეს დაავადყოფური ამბიციების გამო შეიძლება გაწინო ყველა და ყველაფერი. ყველა ის ადამიანების მონაწილეობას იღებდა ორგანიზებაში ამ აქტივობის სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის და დაგეგმვაში ორგანიზებაში და იდეოლოგიას ქმნიდა ამისა, ბუნებრივად ყველა უნდა წაისაჯოს კანონის ფარგლებში. ეროვნულ დემოკრატები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მას უშიშროების საბჭოს მოწვევას ურჩევენ. პარტიის წევრების აზრით ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენები რუსეთის მხრიდან იყო პროვოცირებული, ამიტომ ეროვნულ დემოკრატების თქმით აქციების ორგანიზატორი არ შეიძლება დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩაითვალოს. ოპოზიცია უნდა იყოს ხელისუფლების და არა ქვეყნის. ასევე პირდაპირ ვაცხადებთ, როცა სამშობლო საფრთხის წინაშეა, ყოველად მიუღებელია პოლიტიკოსისგან მომლოდინეს ან მეთვალყურეს პოზიციის დაკავება, რაც კარგად გამოჩნდა ამ დღეების განმავლობაში. უნდა გვახსოვდეს ხალხის პოლიტიკოსებისგან ელის ქმედით ნაბიჯებს. თავარი მაინც ისაა, რომ ხელისუფლებაზე, მაგრამ არა სამშობლოზე განაცხენებული ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის არარევოლუციურმა განწყობამ აგვარებდა თავიდან რუსეთის პირდაპირი ძალის მიერი ჩარევა. ხულიგნების ლიდერი ასე აფასებს ვლადიმერ სოკორი ნინო ბურჯანაძეს. ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი თბილისში 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის რაც მოხდა არა პოლიტიკური პროცესი, არამედ ხულიგნობა იყო. მათ სურდათ სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც შესაძლებელი იყო ომში გადაზრდილიყო, აცხადებს სოკორი. მისი აზრით რუსეთსა და საქართველოში არსებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში არეულობა სურს. What happened last night? I don't call it a რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, მე პოლიტიკური პროცესი ვერ ვუწოდებ. ეს იყო ხულიგნობა რამდენიმე ასეული შეიარაღებული და მოძალადე ექსტრემისტის მიერ ჩადენილი.
ეს არ არის პოლიტიკა. ქართული ოპოზიციის ნაწილს მე კონსტიტუციურ ოპოზიციას უწოდებ, მეორე ნაწილს კი ხულიგან ოპოზიციას. ბურჯანაძეს კარგად ვიცნობდი, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი იყო. მაშინ ის ქალბატონი იყო, ახლა კი დეგრადაცია განიცადა და თავის მეუღლესთან ერთად ხულიგნების ლიდერი გახდა. მათ სურდათ სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში, რომელიც შესაძლებელი იყო ომში გადაზრდილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ქართული პოლიციის ქმედება აბსოლუტურად გამართლებული იყო. რუსეთისთვის ხელსაყრელია არეულობა საქართველოში. რუსეთი ბედნიერი იყო 90-იან წლებში, როცა საქართველო სამოქალაქო ომში იყო ჩართული და სეპარატიზმს ებრძოდა. რუსეთს ამ ისტორიის გამეორება სურს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დღევანდელი საქართველო ახლა არის ერთიანი სახელმწიფო, აქვს საკუთარი კონსტიტუცია და ყავს ეფექტური მთავრობა, რომელმაც ევროატლანტიკური კურსი აირჩია. რუსი ჟურნალისტი ვალერია ნავადვორსკაია უკრაინულ მედიასთან საუბარში ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის მოღალატედ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების კაბინეტები მხარდაჭერის თხოვნით მოიარა. ნავადვორსკაიას თქმით, ბურჯანაძისთვის არც ის წარმოადგენდა პრობლემას, რომ რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მისი ტერიტორიების ოკუპანტია. მისი აზრით, ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძეს უკვე აღარ აქვს შანსი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდეს. ბურჯანაძეს ჰქონდა შანსი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ მან მოღალატეობა არ შეაწერს ნავადვორსკაია. 25 მაისის ღამეს რუსაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება რუსული გაზეთი კომერსანტი. ფოტოკორესპონდენტი დიმიტრი ლებედევი, რომელიც ოპოზიციის აქციას აშუქებდა, დეტალურად ყვება თუ რა მოხდა პარლამენტის შენობის წინ. ლებედევის თქმით, ღამის 11 საათზე ოპოზიციის ლიდერებთან სამი ოფიციალური პირი მივიდა და გააფრთხილა, რომ სანქცირებული მიტინგის ვადა იწურებოდა და თუ მოედანს არ დატოვებდნენ, პოლიცია იძულებული გახდებოდა ძალა გამოეყენებინა. ფოტოკორესპონდენტი ასევე საუბრობს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს წინასწარ ჰქონდათ მომზადებული დიდი რაოდენობა მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც ადგილზე ყუთებით მიიტანეს. იმ დროს თბილისში ძლიერად წვიმდა, რამაც ცრემლსადენი გაზის ეფექტურობა შეამცირა. ამავე მიზეზით ვერ შეძლეს დემონსტრანტებმა მოლოტოვის კოქტეილების ბოთლების გამოყენება, რომელიც დიდი რაოდენობით დაამზადეს და იქვე ყუთებით მიიტანეს, წერს დიმიტრი ლებედევი. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს უცხოელი კოლეგები ულოცავენ. მილოცვა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისგან მიიღო. უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მთელი გულით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მე-20 წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავ განვითარდება ჩვენი სახელმწიფოების სასარგებლოდ, აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის მილოცვაში. დამოუკიდებლობის დღე მიხეილ სააკაშვილს შვეიცარიის პრეზიდენტმა მიშელინ კალნირეიმაც მიულოცა. მიიღო ქართულმა ხალხმა ლიტვისა და კოსოვოს პრეზიდენტისგანაც. ისრაელის ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს და ქართულ ხალხს ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმაც მიულოცა. მან ქვეყანასა და ქართულ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. ჩვენ გქონდა სიამოვნება გვეთანამშრომლა საქართველოსთან მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი ნათლად აისახება ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობებზე, აღნიშნულია ისრაელის პრეზიდენტის წერილში. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმაც მიულოცეს. როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, სამეზობლო პოლიტიკას და პოლიტიკურ ლიდერებს? საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მაისის დასაწყისშია ჩატარებული და მასში საქართველოში მცხოვრებმა 1500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის თანახმად რესპონდენტების 78% ოპტიმისტურად არის განწყობილი. მსგავსი მაჩვენებელია შეერთებულ შტატებშიც, ევროპაში კი საქართველო ამ კუთხით ლიდერის პოზიციას იკავებს. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი გამოკითხულთა 56% უმუშევრობას ასახელებს, შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკური ვითარება. სოციალური პროტესტის მისაღებ ფორმად დემონსტრაციებს ნებართვის გარეშე მხოლოდ 8% ასახელებს, გამოკითხულთა 85%-ისთვის ეს ფორმა მიუღებელია. გაფიცვა ნებართვის გარეშე მიუღებელია 86%-ისთვის, სირცხვილის დერეფნები 86%-ისთვის, მთავარი გზებისა და სარკინიგზო მაგისტრალების გადაკეტვა, ასევე შენობებისა და საწარმოების ოკუპაცია მიუღებელია 90%-ისთვის. აეროპორტების ბლოკირებას 91% ეწინააღმდეგება. ამ კვლევების თანახმად
თანახმად გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პროტესტი ყველაზე მისაღები ფორმა პეტიციებისა და ხელმოწერების შეგროვებაა. აირაის კვლევებში გამოკითხულთა 97% აცხადებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მათ სასურველი მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა არ დაჭირვებიათ. კორუფციის არარსებობის მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფინანსური კრიზისის დროს პრეზიდენტ სააკაშვილისა და მთავრობის მუშაობას რესპონდენტთა 62% დადებითად აფასებს, უარყოფითად მხოლოდ 8%. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს რესპონდენტების შემდეგნაირად აფასებენ, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას 94% დადებითად მიიჩნევს, ხოლო ყველაზე უარყოფითად 93% რუსეთთან ურთიერთობას აფასებს. მოსახლეობის აზრით, რუსეთი რჩება აგრეთვე ქვეყნის მთავარ საფრთხედ. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 83% ეთანხმება. გამოკითხულთა 72% კი ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. ნატოში გაწევრიანებას რესპონდენტების 77% უჭერს მხარს, რაც შეეხება სხვადასხვა ინსტიტუტისადმი ნდობას, 3 უპირობო ლიდერია ეკლესია, პოლიცია და ჯარი. კვლევის მიხედვით ყველა სახელმწიფო უწყების რეიტინგი ბოლო 1 წლის განმავლობაში გაზრდილია. მათ შორის 12%-ით არის გაზრდილი ნდობა განათლების სისტემის მიმართ, ყველაზე არასანდო ინსტიტუტად გამოკითხვაში პროფკავშირები ფასდება. აირაის კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მონაცემები ასე გადანაწილდა, მომავალ კვირას რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მიცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა. რესპონდენტებისთვის ყველაზე მაღალი რეიტინგით პარტიებს შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სარგებლობს. მართლ პარტიას 42% ანიჭებს უპირატესობას. შემდეგ მოდის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 14%-ით და ლეიბორისტული პარტია 4%-ით. ეროვნული ფორუმი გამოკითხულთა 2-მა დაასახელა, 2%-მა 6 პარტიას კი 1%-იანი მაჩვენებელი აქვს. აქ შედიან თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, ეროვნული დემოკრატები, ქართული პარტია, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკური პარტია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს შორის ყველაზე მაღალი შეფასება 78% გამოკითხვის თანახმად მიხეილ სააკაშვილს აქვს. ოპოზიციის ლიდერებს შორის ლიდერობს გიორგი თარგამაძე 33%-ით. აირაის კვლევები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს. ოპოზიცია კვლევას ობიექტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ასახავს იმ სურათს და საზოგადოების დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყანაშია. უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ კვლევების შედეგები არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზეა. იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა, თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომელიც ორიენტირებულია პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის საჭიროების პრობლემატიკის წარმოწევაზე, არის ყველაზე მეტად მისაღები ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე გარდასახულია იმ ხარდაჭერაში, რომელიც ამ რეიტინგებში არის და ჩანს. ობიექტური კვლევა არის, მეორე ვიცით ჩვენ რა გვაქვს გასაკეთებელი, პირველ რიგში ეს არის დავიწყებ ჩვენ უკვე ზაფხულიდან რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერებას. უნდა გქონდეს პარტიას ძალიან ისეთი ინტენსიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, როგორც ქვეყნის ლიდერის და როგორც პრეზიდენტის მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა და ასევე მისი საქმიანობის ძალიან მაღალი და დადებითი შეფასება, მაგრამ ასევე არ არის შემთხვევითი, რომ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ არის საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალი ნდობა. ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ამ ნდობას დამსახურება უნდა და ამას აქვს გარკვეული გარემოებები. პირველ რიგში ის, რომ ეს ინსტიტუციები ყველა თავისუფალია კორუფციისგან და ეფექტიანობის ხარისხი სამუშაოს გაწევის დროს არის ძალიან მაღალი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს ინსტიტუცია თავის ყოველდღიურ საქმიანობაში პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ნდობა ინსტიტუტების მიმართ. პრეზიდენტს აქვს ძალიან მაღალი საქმიანობის შეფასების რეიტინგი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მართლაც და ეს არის ნათელი მანიშნებელი იმისა, რომ მიუხედავად რომ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ის მიმართულება, რომელი მიმართულება ჩვენ გვაქვს არჩეული საზოგადოების მიერ არის მხარდაჭერილი. 27 მაისი ქართული დიასპორის დღეა. უცხოეთში მცხოვრები ქართველები თბილისში შეიკრიბნენ საზღვარგარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა თარიღი თბილისში მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. ქართული ემიგრანტები კულტურის, განათლების, ბიზნესის და ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ და საქართველოს სხვადასხვა უწყების საქმიანობას გაეცნენ.
მთელი ბავშვობა ამ ქუჩაზე გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე. კიდი გზის სასახლეშიც დავდიოდი რაღაც კურსებზე. დეიჩებს დავყავდი. აქ პატარა სახაჭაპური იყო. ქეთი წიქორიძე 20 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს. პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტმა მომავალი მეუღლე ევროპაში გაიცნო და იქ დარჩენა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანას ადვილად შეეჩვია, სამშობლოს ნოსტალგიას სულ გრძნობს. ამიტომ საქართველოში ხშირად ჩამოდის. ემიგრანტის სამშობლოში ჩამოსვლა ამჯერად დიასპორის დღეს დაემთხვა. ვცდილობ რომ ხშირად ჩამოვიდე აქეთ საქართველოში. სევიგივე სითბო და სიყვარული მაქვს. ერთი მისხალიც არ დაკლებია ჩემი ქვეყნის სიყვარულს, რაც იქით წავედი. გულით, ქვეყანაც, მეგობრებით, ყველაფერი აქეთ მეკაჩება წამოსასვლელად. ტრადიციულად 27 მაისს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დიასპორის წარმომადგენლები თბილისში იკრიბებიან და დიასპორის დღეს აღნიშნავენ. მე პირადად საქართველოში პრაქტიკულად დავბრუნდი უკვე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის სწორი გზით. ყველა ქართველს მოუწოდებ დაბრუნოს საქართველოში და მიხედოს თავის კუთხეს. დიასპორა არის ჩვენი ხიდი გარე სამყაროსთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენი მესიჯის მიტანას ვახერხებთ ჩვენ მეგობარ ქვეყნებში. დიასპორა არის ძალიან კარგი ხიდი ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში პირველად იმყოფებიან ირანელი ქართველები, რომლებიც თბილისში მაზანდარიდან ჩამოვიდნენ. გვარად გურჯები ირანის სოფელ გურჯი მაჰალაში ცხოვრობენ, რომლის სახელწოდება ირანულად ქართველების უბანს ნიშნავს. სოფელში 1000-მდე ქართველი ცხოვრობს და გვარად ყველა გურჯია. ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით. პირველად ნახეთ ჩვენი ისტორიული სამშობლო და აფთოვანებას ვერ ვმალავთ. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავს. ჩვენ სოფელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ყველა გურჯია გვარად, რაც ჩვენს ეროვნებას გამოხატავს. ქართველი ემიგრანტები ისტორიულ სამშობლოში ყველა სიახლით ინტერესდებიან. შეხვედრაზე მათ კულტურის, განათლების, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სფეროებში მიმდინარე პროექტები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს. სამშობლოს ისინი ძალიან ჭირდება რომ ისინი იყვნენ წარმატებულები, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ დიასპორებს ჭირდებათ ყურადღებიანი, მზრუნველი მთავრობა საკუთარი ქვეყნისა, ვინც მათ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს. ეს ადამიანები არიან განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეს მათ არაერთგზის დაადასტურეს. გვექნება შეხვედრები ასევე სახელმწიფო წარმომადგენლებთან, რომელიც ეხება კულტურისა და განათლების განვითარებას, კერძოდ უკვე ჩვენს ქვეყნებში, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ დიასპორას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედია, რომ ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება. ქართული დიასპორის დღე თბილისში მეოთხედ აღინიშნება ტრადიციას საფუძველი 2007 წელს პრეზიდენტმა ჩაუყარა. ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში ჩამოყვანა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყო. ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართული დიასპორის შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. ფიფას ხელმძღვანელს კორუფციაში ადანაშაულებენ დეტალები რამდენიმე წუთში. თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე. მისტრალის რუსეთისთვის მიყიდვა საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა დოვილში დიდი რვიანი სამიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. შეცდომა და მოძველებული მოსაზრება იქნება თუ წარმოვიდგენთ რუსეთს ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარი მეზობლების დაპყრობისგან მიისწრაფებს, განაცხადა სარკოზიმ. საფრანგეთის ლიდერმა აგვისტოს ომის ახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღეს თავისუფალი სახელმწიფოა, რადგან 2008 წელს თბილისისკენ მიმავალი რუსული ტანკების შეჩერება მოხერხდა. ნიკოლა სარკოზის შეფასებით ცივი ომი დასრულდა და რუსეთის საფრთხეს არც ევროკავშირისთვის წარმოადგენს. აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელი მოხამედ ბინ ხამამი ფიფას ამჟამინდელ ხელმძღვანელს ზე ბლატერს კორუფციაში ადანაშაულებს. ხამამი ფიფას ეთიკის კომიტეტს თხოვნით მიმართავს დაიწყოს გამოძიება ბლატერის საქმიანობის გარშემო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ის ამტკიცებს, რომ ბლატერი აქტიურად ცდილობდა ხმის უფლების მქონე სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლების მოსყიდვას. საუბარია კარიბის ზღვის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებზე. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 1 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება. ბლატერის მთავარ კონკურენტ კი სწორედ კატარელი ხამანი ითვლება. ბლატერის მხარდაჭერა ღიად რამდენიმე ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც აღუთქვა. გამოძიება უკვე დაიწყო. ფიფას ეთიკის კომიტეტის ხდომა ბლატერის საკითხის გარშემო კვირას ციურიხში გაიმართება.
ბელგრადის სამხედრო სასამართლომ რატკო მლადიჩის ჰააგაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. ბოსნიელი სერბების ყოფილ გენერალს, რომელსაც სამხედრო დანაშაულებსა და მუსლიმანთა გენოციდში ადანაშაულებენ, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლეს. მლადიჩის ნათესავები და ადვოკატები ირწმუნებიან, რომ იგი უდანაშაულოა და მის ექსტრადიციას ეწინააღმდეგებიან. მიზეზად კი მლადიჩის გაუარესებულ ჯანმრთელობას ასახელებენ. რატკო მლადიჩის სამართალდამცველებმა 16 წლიანი ძებნის შემდეგ გუშინ დააპატიმრეს. იგი ერთ-ერთი პატარა სოფელს აფარებდა თავს. ბოსნიელი სერბების გენერალს იუგოსლავიის კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. მათ შორის საუბარია 1995 წელს ქალაქ სრებრენიცაში 8000 ბოსნიელი მუსლიმანის ყრილობაზე. იბიცაზე ტყეები იწვის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძარმა უკვე 2000 ჰექტარი უნიკალური ტყე-პარკი გადაწვა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, ასეთი მასშტაბის ტყის ხანძარი კუნძულის ისტორიას არ ახსოვს. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება. მაშველები შიშობენ, რომ ხანძარმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკურორტო ზონასაც. საშიში ზონიდან უკვე ევაკუირებულია 200 ადგილობრივი მცხოვრები, დაიხურა სკოლები და რამდენიმე სასტუმრო, რომელშიც 700 ტურისტი იმყოფებოდა. სტიქიის ზონაში 250 კაციანი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, იბიცაზე დამატებით 150 მეხანძრე გაიგზავნება. დიდირვიანის სამეტის მონაწილეები პარიზში გააშარეს. აქტივისტებმა მსოფლიო ლიდერების კარიკატურული ნიღბები, წითელი ყელსაბამები და ბერეტები მოირგეს და მულენ რუჟის წინ კანკანი იცეკვეს. ამგვარად მშიერი ხალხის დახმარების ოქსფორდის კომიტეტმა დიდირვიანის მონაწილეებს წინა სამეტების დანაპირების შეახსენეს, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის პირობას დებდნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, მსოფლიო ლიდერებმა დღემდე არ შეასრულეს 2005 წლის 3-ზე მიღებული გადაწყვეტილება და გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად დაპირებული 19 მილიარდი დოლარი დღემდე არ გამოუკვლიათ. რესპუბლიკელები 26 მაისს დაკავებული ადამიანების სიის გამოქვეყნებას ითხოვენ. თინა ხიდაშელის განმარტებით კონსტიტუციის მიხედვით უკვე იწურება ვადა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მის მიერ აყვანილი ადამიანების ვინაობა საჯარო უნდა გაახადოს და მათ შესახებ სასამართლოს აცნობოს. ხიდაშელის მტკიცებით დაკარგულია 30-მდე ადამიანი. რესპუბლიკელები მიმართავენ ხელისუფლებას გააგებინოს მათ შესახებ დაკავებულების ახლობლებს და მეგობრებს. ამ განცხადებას პარტიის წევრები, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და საერთაშორისო უფლება დამცველ ორგანიზაციებს გადაუგზავნიან. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ამაღამ იწურება ვადა ყველა ამ ადამიანის სასამართლოში წარდგენისთვის. ამიტომ სრულიად გაუგებარია მისი განცხადება, რომ რამოდენიმე დღე ჭირდება თუმცა თურმე ხელისუფლებას დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის გასავრცელება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა დაკავებული სია. ქრისტიან დემოკრატებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას მიაგეს პატივი. პარტიის ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბნენ და ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მამა დავითის ტაძრის მოძღვარმა მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მერაბ კოსტავას დაბადების დღე გუშინ 26 მაისი იყო, მას 72 წელი შეუსრულდებოდა. ხშირად გავიხსენებთ ის, რაზეც საუბრობდა მერაბ კოსტავა, რისთვისაც იბრძოდა მერაბ კოსტავა, რისთვისაც გაწირა თავი და რის მაგალითსაც წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ცნობიერებაში. მერაბ კოსტავა არის არა მხოლოდ ეროვნული გმირი ჩვენი ქვეყნისა, არამედ მართლაც მაგალითი ეროვნული სახელმწიფოებრივი იდეალებისთვის, მშვიდობიანი, არაძალადობრივი თავგანწირული ბრძოლის. კოსტავა არის თავისუფლების სიმბოლო ჩვენთვის, იგი შერაცხეს ეროვნულ გმირად და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ზუსტად ქართული ქრისტიან დემოკრატია დაფუძნებულია იმ იდეებზე და ღირებულებებზე, რომლის მატარებელი და მსახურიც იყო მერაბ კოსტავა. გაგრა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაეწერა. პირველ ლიგელმა ჯერ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს, გუშინ კი საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაერთვებიან. როდის იხილავს ევროპა პირველად ოკუპირებული ქართული ქალაქის გუნდს. თემის დეტალები კურიერში 9 საათზე. ლეგიტიმური გუნდი გაგრის სახით, როგორც საქართველოს ფედერაციის შემადგენელი სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას ევროპულ ჩემპიონატში. ეს არის სწორედ ის გარღვევა, რასაც ქვია აფხაზეთის საქართველოს შემადგენელი გუნდის წარმოჩენა ევროპულ ჩემპიონატში.
სტუდენტები რეგიონებში დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას ეცნობიან. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტორანტები დღეს კობასუბელიანთან ერთად წინწყაროში მცხოვრებ დევნილებთან ჩავიდნენ. სტუდენტები დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციით და სოფლის მეურნეობაში მათი ჩართვით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ რეგიონებში დევნილთა ინტეგრაციისა და ეკონომიკური მდგომარეობისთვის ხელშეწყობი პირობები ნამდვილად არსებობს. სხვადასხვა უნივერსიტეტის ეკონომისტები მირის კობასუბელიანთან ერთად პერიოდულად დევნილთა სხვა დასახლებებსაც ესტუმრებიან და გაეცნობიან, რა პროექტები ხორციელდება იძულებით გადაადგილებულთა ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ეს ადამიანები იყვნენ ხელგამოწვევ მდგომარეობაში, საკუთარი არაფერი გააჩნდათ, უსახკარო ადამიანები იყვნენ, შესახლებული გამომცემლობა სამშობლოში და ესეთ შენობებში 20 კვადრატულიან ოთახებში, სადაც იყო ანტისანიტარია, არც წყალი, არც კანალიზაცია და აქ ყველაფერი საკუთარი გააჩნიათ. არ არიან სხვის დახმარებაზე დამოკიდებულები, მოსავალს უკვე თქვენ თვითონ ხედავთ. სტუდენტები დაინტერესებულები ვიყავით თუ რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები. დღეს ვესტუმრეთ ერთ-ერთ ოჯახს და ძალიან გაოცებულები ვართ, რადგანაც აქ ფაქტიურად დევნილებს ყველა საშუალება აქვთ. თიღმის მასივში ბელიაშვილის 40 ნომერში საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული სახურავის რემონტი მცხოვრებთა თხოვნით დაიწყო. ადგილზე აფხაზეთიდან დევნილი 57 ოჯახი ცხოვრობს. გადახურვა დიდუბეთ-ჩუღურეთის გამგეობასთან ერთად მოსახლეობის თანადაფინანსებით სრულდება. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. ტოლთა და განსახლების სამინისტროდან 2-3 თვე არის რაც დაუმტკიცად საკუთრებაში შეიქმნა ამხანაგობები და მოგმართეს დიდუბეთ-ჩუღურეთის გამგეობას. მის შემდეგადაც თანადაფინანსების წესით ჩვენ დაუფინანსეთ ეს სახურავი. გამგეობამ დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელიც ძალიანად არის ამორტიზირებული, საჭიროების ბოლომდე შეკეთებას და ამჟამად 2000 კვადრატულზე მეტი იხურება. ძალიან ჩამოდიოდა წყალი და რა თქმა უნდა question იმისა, რომ თვითონ ფუნდამენტიც კი გაფუჭდებოდა, ძალიან გაწვალებულები იყვნენ მეზობლები. მობილიზებულად აიკრიბა თანხა 25% დაგვეხმარნენ და ძალიან სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ჩვენ ამითი უკვე პრობლემა მოგვახსნება მთლიანად. ტუროპერატორები დღეს უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალს ეწვნენ. მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე გააცნო ნაკრძალის ისტორიული ღირებულება და ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა. ეს ის 15 ტუროპერატორია, რომლებიც უცხოელი ტურისტებისთვის სამარშრუტო ხაზებს ადგენენ. ინფოტური ტუროპერატორებისთვის არის ძალიან საინტერესო. ვეცნობით ინფრასტრუქტურას, საკონფერენციო დარბაზებიც არის, კაფე არის გახსნილი და საინტერესოა, მართლაც უდიდესი რესურსი აქვს ამ ადგილს. სადღეისოდ უფლისციხეში ტურისტულმა და ვიზიტორთა ნაკადმა ძალიან იმძლავრა. ეს ალბათ დამსახურება იმ ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოებისა, რომელთანაც უშუალოდ კავშირი აქვს და პირველ რიგში ალბათ უფლისციხეში ერთ-ერთ გზად ჯდება ტურისტულ გზად უფლისციხე და დღეისთვის ნაკადი ძალიან მომძლავრდა. ეგნატე ფიფიას დაბადებიდან 110 წლის თავი მეცნიერებათა აკადემიაში აღნიშნეს. მეცნიერები და სხვა საზოგადო მოღვაწეები ცნობილი ქართველი ქირურგის და მეცნიერის მიღწევებს იხსენებდნენ. შეხვედრას ეგნატე ფიფიას ოჯახის წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილიც ესწრებოდა. ეგნატე ფიფია იყო გუმბერაზი ქირურგი, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მაშინ მსოფლიოში ცნობილი. მან დატოვა ძალიან დიდი მოწაფეთა სკოლა, რომელიც დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას. ბატონი ეგნატე ბაბუა იყო ჩემი პროფესიას კაცმა განაპირობა, იმიტომ რომ ბავშვობიდან სხვა პროფესია არ წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დარგებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად ფილმებში და ასე შემდეგ. და გახარებული ვარ და სულგონია რომ ჩვენ გვერდშია. ლაგუნა ვერეზის ხვალ ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება მინი წყალბურთში. ტურნირი ეძღვნება გარდაცვლილი წყალბურთელის ხსოვნა ზუკას თასი წელსაც საერთაშორისო ტურნირის სტატუსი ინარჩუნებს. მასში ქართულ გუნდებთან ერთად რუსეთის საკლუბო ნაკრები, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქართული ვეტერანი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრში გამარჯვებული გუნდი ჯილდოვდება გარდამავალი თასით. ტურნირისთვის საგანგებოდ დამზადებული თასის ავტორი მოქანდაკე ლევან ბარდოსანიძეა.
წელს უკვე 10 გუნდი მონაწილეობს და ეს საერთაშორისო ტურნირია, 2 უძლიერესი გუნდი, რუსეთის ფაქტობრივად ნაკრების შემადგენელი მოთამაშეები და მონტენეგროს მოთამაშეები მონაწილეობენ მასში. ასევე უძლიერესი გუნდები საქართველოს, ამიტომ ეს ტურნირი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. 28 მაისს 12 საათზე ლაგუნა ვერზე ყოველს ველოდები. საკმაოდ საინტერესო თამაშები იქნება წელსაც, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი გუნდი ჩამოდის ერთი რუსეთიდან, რომ მე ვფიქრობ დიდი ალბათობა იმის, რომ ასე წაიღო. ამიტომ ჭირდება თანადგომა და ხარდაჭერა. ბანკირების შერკინება არასამუშაო გარემოში გუნდური მუშაობის პრინციპები პრივატბანკის თანამშრომლობა ბანკს გარეთ გამოსცადეს გართობის დღე მოიწყოს და კორპორატიული ოლიმპიადა გამართეს. თამაშის ბოლოს გამარჯვებულები თასით დააჯილდოვეს. ჩვენთვის არა უბრალოდ მუშაობა, არამედ გუნდური მუშაობაა მთავარი. კულტურა და ეთიკა ერთად დგომისა, რაც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად გაქვს. მსგავს შეჯიბრებებს ყოველწლიურად მოვაწყობთ და ეს არ იქნება მხოლოდ სპორტული თამაშები. ახლოებს ერთმანეთთან ოფისის გარეთ ასეთ სახალისო სპორტული თამაშები, თან თამაშები სპეციალურად ისეა შემჩეული, რომ ჩამოაყალიბოს გუნდური პრინციპები თანამშრომლებში, დასავლეთში საკმაოდ მიღებული ივენტია ეს დიდ ორგანიზაციებში. ქართული იყო, მაგრამ გვინდა და გამარჯვება რა. ყველგან დაიხარჯა გუნდი და შედეგით სახეზე. რაც თავარია, ძალიან სახალისო იყო, ყველა მივიღეთ მონაწილეობა, თავარი იყო მონაწილეობა, თუმცა ჩვენთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში 3 ტყუპისცალი დაიბადა. ქორიძეების ოჯახს 3 ვაჟი 26 მაისს შეეძინა. ანდრია საბა და მათ ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩულების დედა 22 წლის ნინო ჟორჟოლაძეა. ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ ჩულები მოინახულა და ახლა დაბადებულების დედას 500 ლარი გადასცა. თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე ქეთი კვაჭანტირაძესთან ერთად. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.